როცა აღმავალი კარმული კვანძი კირჩხიბის ზოდიაქოში არის და დაღმავალი დღის რქაში რა ევალება ადამიანს, რა არის სულიერი მისია, რა შესაძლებლობები ეძლევა უკვე ამ ცხოვრებაში. დაღმავალი კარმული კვანძი დღის რქაში ნიშნავს, რომ ადამიანმა წინა ცხოვრებებიდან თუ ოჯახური სივრციდან მოიტანა უნარები დღის რქის პროგრამის. ეს არის პრაგმატულობა, ეს არის შინაგანი პრაქტიკულობა და ცოტა სიცივეც, ემოციური სიცივეც, იმიტომ რომ არის ამ ადამიანისთვის მოყოლილი ენერგეტიკულ, ფსიქოლოგიურ თუ ფიზიკურ დონეზე უფრო პასუხისგებლობების ნაწილი, რომ ეს სადღაც ტვირთად უნდა ავიღო ყველაფერი ჩემ თავზე. შინაგან ხასიათში შეიძლება მოყვებოდეთ ცოტა სიმკაცრე, ცოტა სიცივეც, მაგრამ ამავე დროს რომ დაეყრდნობი და პასუხისგებლობებს რო აიღებს, ისეთი ენერგეტიკა აქვთ. მაგრამ კარმა ზოგადად ამბობს, რომ უნდა გადავიდეს უკვე კირჩხიბის არქეტიპზე და ეს არის უფრო ქალური ენერგია, დღის რქა თუ არის უფრო სატურნული, კაცური, ტვირთი და პასუხისგებლობები, განსაკუთრებით თუ ქალებს აქვთ ეს კვანძი, უკვე მიანიშნებს, რომ ემოციური სტრუქტურა უნდა გახსნას ამ ადამიანმა, იქნება ეს ქალური არქეტიპის ზონაში შესვლა, ანუ ოჯახურ ზონაში, შეიძლება მოუწიოს კულინარიასთან ურთიერთობა, კულინარები ხდებიან ხშირად, იმიტომ რომ კირჩხიბი კვება არის, ზრუნვა არის, აი სახლში ან ოთახში რო ფუსფუსებთ, ან საჭმელებს ვაკეთებთ, ან სადღაც სოფელში წავიდეთ და იქ ვიცხოვრო. აი ესე ძალიან უნდებათ ხოლმე. ეხლა ნელა მინდა რომ ჩემთვის მშვიდი ცხოვრება მქონდეს, ბუნებასთან ახლოს ვიყო, სახლში, ოჯახის წევრებთან, აი რომ დავპატიჟო ყველა, დიდი მაგი დაგავშალო და ყველა ერთად დავჭდეთ, უფრო ემოციური სიახლოვის სურვილი ეძლევა ადამიანს და არა აი ეს რაღაც კარიერული ამბიციები, ესე რომ ვთქვათ და მისიაც ეს არის, რომ გარდაიქმნას ენერგეტიკულ დონეზე ადამიანი, როდესაც ემოციური ინტელექტი უკვე მაღალი აქვს, როდესაც აკვირდება საკუთარ გრძნობებს, ხშირად ფსიქოლოგები ხდებიან, როცა განამარტო სხვის ემოციებს უნდა ჩაუღრმავდე, ჩემ ემოციებში უნდა გავერკვე, ხო სადღაც მოვალბო ის დღის რქის სტრუქტურა და გადავიდე უკვე გრძნობად სამყაროში. ხო და ზოგჯერ არის ხოლმე, რომ ძალიან არ უნდა გავხსნათ ეს აღმავალის ბაზა, ყოველთვის გვეუბნება, რომ შეგიძლია შინაგანი სიმყარე ნახო და იმას დაეყრდნო, მაგრამ კიდე ერთი ნაბიჯი გადადგა გრძნობების სამყაროში, ხო წყლის სტიქი არის ბოლო-ბოლო კირჩხიბი და წყლის სტიქი ასევე დაფარულ სამყაროს მიანიშნებს ხოლმე და ინტერესიც აქვს, რაღაც დაფარული ეზოთერიკა იქნება, ფსიქოლოგია იქნება, ადამიანის ქვეცნობიერი იქნება, აი ის რაც არ არა პრაგმატული მატერიალისტური ხედვა სამყაროსი, არამედ უფრო მგრძნობიარე ფსიქოლოგიური ხედვა და ეს არის ხოლმე მათი სულიერი გზა, ზრუნვა, ოჯახი, დედობა, მამობა, აი ეს არის მათთვის ბედნიერების საწინდარი.